მეგობრები დავკარგე ეკა. მეგობრები რომ მეგონა, ჩემი თანამოაზრეები ბავშვობიდან ერთად რო გავიზარდეთ. და ვიღაცა წერს რომ იცი პოლიტიკის გამო როგორ შეიძლება მეგობარი დაკარგო. არა, მე პოლიტიკის გამო კი არ დავკარგე. მე დავკარგე იმის გამო რომ ან მატყუებს და მე მგონი ვარ ცოტა გონება სუსტი ხო? ან თვითონ არის ასეთი და ვერ ხვდება, ან კიდე ბოროტია, ყველაფერს ხვდება და მაინც მეთამაშება. არც ერთ შემთხვევაში აღარ მაინტერესებს ის ადამიანი, ხვდები? შეიძლება ზედმეტად მკაცრი ვიყავი, მაგრამ ნუ ეს არის ახლა ძირში ესდებს და ამიტომ პირდაპირ ვთქვი, რომ ადამიანი რომელიც მეუბნება, რომ დღეს არაფერი არ ხდება და ეს ყველაფერი არის მოგონილი და ყველაფერი კარგად არის, ის ან მატყუებს, ამას მისჩენია მითხრა რომ მე რუსეთი მინდა. მე რუსეთი მომწონს და შენ რა გინდა კაცო. ესეთებიც არიან ჩემს ირგვლივ. ნუ არ გესმის კი ბატონო, მაგრამ გესმის და ვითომ არ გესმის და მატყუებ, მეუბნები რომ კაცო სადა რუსეთი? მაინც დასავლეთია. ოღონდ ცუდი დასავლეთი, უნდა გამოვასწოროთ დასავლეთი. ხო ეს არ არის ლაპარაკი იმაზე რომ იმ ვის უჭერ მხარს და ვინ უფრო მოგწონს, უბრალოდ უკვე არა, ხარის დაჭერა არ არის, აქ აერო ქვეყანამ კურსი შეიცვალა, ვეკითხები და არა მეუბნება და მიყურებს თვალებში და გეუბნები, ნუ ან ფიქრობს რომ მე ვერ ვაზროვნებ, ან თვითონ ვერ აზროვნებს და როგორ ვემეგობრო, რანაირად ის საფუძველზე. ნუ იკაი გენაცვალე უთხრა და მე წავიდეთ ერთად ყავა დავლიოთ, არ არის ეს მეგობრობა, ხო? არც მქონია ასეთი მეგობრობა არასდროს არ არის თან.